ახლა უკვე სოფიო ბზეკალავა შემოგვიერთდა დილამშვიდობის მოგესალმებით და როგორც ყოველთვის, ესე იგი, უნდა გავიგოთ თუ რა გველოდება ამ კვირის მანძილზე თითოეულ ნიშანს და ზოგადად რა ტენდენციები არსებობს. რა თქმა უნდა. სოფი, გელოდება არმია ტელემაყურებლების და ჩვენ დროს არ გართმევთ და გითმობთ შენ ეთერს. პირველ რიგში მივესალმები ჩვენს ერთგულ მაყურებელს. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ცოტა კურიოზული დილა მქონდა, არა მხოლოდ მე მგონი, ალბათ ბევრ ადამიანს. გადაადგილებასთან დაკავშირებით ხო არა? კი ბატონო, გადაადგილებასთან დაკავშირებით, თუმცა მე მიჩვეული ვარ ეს დრამებს და თან ყველანაირ სიტუაციაში უნდა იყოს პოზიტივის მარცვალი, მე აი ესე ვიყურებ ხოლმე და გააჩნია რა მხრიდან შევხედავთ ხოლმე სიტუაციას. და რა ხდება მაშინ პოზიტივი სად დაინახეთ? რომ ჩვენც დავინახოთ, იმიტომ რომ წასასვლელები ვართ უკან. არა, ჩვენ რო წავალთ აღარ იქნება გზები გადაგება. ვიცი რა, პოზიტივი იმაში დავინახებ, ერთი მიჩვეული ვარ, აქამდე მქონია ესეთი პრეცედენტი, რომ პირდაპირ მომიწია სტუდიაში შესვლა მაკიაჟის გარეშე და ეხლა მაკიაჟი მაინც მოსწარი. ისედაც არაჩვეულებრივად გამოიყურება. უკვე პოზიტივია ჩემთვის ეს ყველაფერი. შესაბამისად, გააჩნია როგორ ხედავთ სიტუაციას და სხვათა შორის მოვედი ასევე ძალიან ისეთი პოზიტიური კვირის პროგნოზით. ვაუ, რა იმიტომ რომ მიმდინარე კვირა და განსაკუთრებით ოქტომბერი არის ძალიან კარგი ენერგიებით სავსე. ყველა პერიოდს თავისი მინუსი და პლუსი აქვს. მოდი შევთანხმდეთ ამაზე. ყველასთან რა თქმა უნდა ინდივიდუალური სცენარით მიდის ყველაფერი. იმის მიხედვით ვინ როგორ აღვიქვამთ სიტუაციას, ხა მაგალითად სიტუაციაში პოზიტივს დაინახავთ მხოლოდ ნეგატივს, ეს ხო ჩვენი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში და აქედან გამომდინარე მიმდინარე კვირა მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი კარგი ასპექტებით არის, ესე ვთქვათ, ცაზე და ძალიან მინდა რომ გამოვიყენოთ. თუმცა მოდი გეტყვით პირველ რიგში რა არის ამ კვირის ესეთი შლეიფი. ამ კვირის ძალიან საინტერესო შლეიფი არის ზუსტად ის, რომ იქნება ბევრი კურიოზული სიტუაციები. ცოტა ესეთი აი საჩოთირო, როგორც დღევანდელი დილა იყო მაგალითად, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან ბევრი სასიამოვნო ემოცია შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მიმდინარე კვირა მიდის ესეთი შლეიფით, მერკურის და იუპიტერის დაპირისპირება არის, მოკლედ და მერკური საერთოდ სატრანსპორტო საშუალებებს კურირებს, ყველაფერსაც მომსახურების სფეროს ეხება, არ გაგიკვირდეს მიმდინარე კვირის მანძილზე, რომ რაღაც გარკვეული შეკვეთები აგვიანებდეს, მომსახურების სფერო ცოტათი ესე მოიკოჭლებდეს. აბსოლუტურად არ არის გამორიცხული, ამიტომ გქონდეთ აუცილებლად გეგმა B, გეგმა D, რომ რაღაცნაირად ლავირება შეძლოთ. პლუს ამას ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე კვირის მანძილზე იქნება ეგრეთ წოდებული მუსკულების დატოლებები და იდეოლოგიური დაპირისპირებები. აი მე კიდე გვინდა. თუმცა შეიძლება ეს ყველაფერი მიდიოდეს ძალიან ესეთი იუმორის შლეიფით. საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ესეთ საყოველთაო ხითხითის და მოკლედ რაღაც მხიარულების საგარი. საყოველთაო ხითხითის. ამიტომ არაფერი არ ხითხითია ხო? ამიტომ არაფერი არ გაიკვირდეთ, იმიტომ რომ ამ კომბინაციაში მონაწილეობს იუპიტერი და იუპიტერი ასტროლოგიაში არის ერთ-ერთი ეს ყველაზე მხიარული პლანეტა, რომელსაც მაშინაც კი, როდესაც რაღაც დაძაბულ ასპექტებს ქნის, აი თავისი რაღაცა მხიარულების შლეიფი ახასიათებს იუპიტერი. იუპიტერი მართავს თევზებს და მშვილდოსნებს. პირველი მშვილდოსნებს მართავს, რა თქმა უნდა და აუცილებლად მიმდინარე კვირა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მშვილდოსნების და თევზებისთვის განსაკუთრებით, თუმცა მივალ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან და რა თქმა უნდა, ხა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით უნდა მივყვეთ, რომ არავინ დაგვეჩაგროს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რომ მეწუწუნებიან, ან ჩვენ არ გიყვართ. ყველა ზოდიაქოს ნიშანი მეუბნება ხოლმე ამას, რომ აი შენ ესე არ გიყვართ. ყოველთვისო ასტროლოგებს არჩებათ დრო. კი ბატონო, თევზები ძალიან ხშირად მეუბნებიან, პლუს ამას რაკიღა პირში წყალჩაგუბებული ნიშანია, თევზები მაგ კუთხითაც წუწუნებენ ხოლმე რომ აი ჩვენ წყლებსაც შეიძლება ვთქვათ, იმიტომ რომ ბოლოს კიდე მოსასწრები აქვს თევზები და უფრო ცოტას ამბობს მერწყულზე. ხშირად ხდება მერწყულზე, სხვათა შორის რომ მეჩაგრებიან, თუმცა ეხა მაქსიმალურად ვეცდები რომ ყველას დრო გავანაწილო ისე რომ ყველაზე ვისაუბროთ. ნუ რა თქმა უნდა ვერძით უნდა დავიწყო, ვერ გადავახტებით, ზოდიაქოს პირველი ნიშანია. ჩემს თანა მეზოდიაქოვებს. გამომდინარე იქედან რომ მართველი პლანეტა მარსი ძალიან გაძლიერდა, თავის ძლიერ პოზიციაში დგას. ენერგია საკმარისი აქვს უკვე. 2 თვის მანძილზე, თითქმის 2 თვის მანძილზე ძალიან ბევრ ადამიანს ვერძის ნიშნით დაბადებულს, აი საკუთარი ცეცხლოვანი ენერგია არ ყოფნიდა და ძალიან ბევრი ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანი ალბათ ვინც გვისმენს, დავეთანხმება იმაში რომ თითქოს სურვილი ქონდათ, მაგრამ ენერგია ვერა. ენერგია არ მოყვებოდათ და ახლა კიდე უფრო მეტად, რაკიღა მარსი მორიელის ნიშანში გადავიდა, ეს ვერძისთვის ძალიან, ასე ვთქვათ, კარგი პოზიცია. ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანები მიმდინარე კვირის მანძილზე ძალიან ენერგიულები იქნებიან. ერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ
თქვენ ენერგია გაქვთ საკმარისი, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი ამ ენერგიის გაზიარებას აკეთებთ. იმიტომ რომ როდესაც მარსი არის მორიელში, ვერც თუ კი უნდა რომ იყოს პროდუქტიული, თუ კი უნდა რომ საკუთარი თავის, ესე ვთქვათ, ფასი კარგად დაინახოს და სიამაყეც მოემატოს მიღწეული შედეგებით მიმდინარე კვირის მანძილზე, ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორად განკარგოთ თქვენი ენერგია, იმიტომ რომ თქვენ ენერგიული და მოტივირებული იქნებით მიმდინარე კვირის მანძილზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი მოხდება ამ თქვენი ცეცხლოვანი ენერგიის ადეკვატურად და სწორად ცვლა. კვირის პირველი ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები და მნიშვნელოვანი სიახლეები გელოდებათ პროფესიული და კარიერული კუთხით. ძალიან კარგი იქნება, თუ კი მშვიდად წყნარად დაწონით და მხოლოდ ესე მიიღებთ გაწყვეტილებას, არ იქნებით იმპულსური, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი განსაკუთრებით სამშაბათი, ოთხშაბათი კარიერული კუთხით იმპულსურად არ მიიღოთ გადაწყვეტილებები, კვირის მეორე ნაწილი კი იქნება ძალიან საინტერესო. თუ კი არ ხართ წყვილში, ძალიან დიდი შანსია, რომ აბსოლუტურად მოულოდნელად თქვენ ცხოვრებაში რაღაცა საინტერესო ნაცნობობა ძალიან სწრაფი ტემპით შეიძლება ეს თქვათ განვითარდეს. თუმცა ზოგიერთ ვერძის ნიშნით დაბადებულს შეიძლება ცოტა შეეშინდეს. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს წარსულის პირნეული გამოცდილება, მე გეტყვით ეს რამეს, რომ იმეგობრეთ, მიეცით ადამიანს შანსი, რა იცით, რა ხდება, იმიტომ რომ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში, ვინც ვერძის ნიშნით არის დაბადებული, კვირის მეორე ნახევარი იქნება გამორჩეული იმით, რომ შეიძლება რაიმე გასართობ ღონისძიებაზე, მაგალითად, ან მეგობრების წრეში, ძალიან საინტერესო ადამიანმა დაგადგათ თვალი. მიდიხარ სადმე გასართობ ღონისძიებაზე ამ კვირაში. გასაგებია ყველაფერი. არა მხოლოდ მე ახლა მარტო ჩემზე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე გამოიყენეთ აუცილებლად ჩანსები. ის ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანი, ვინც წყვილში იმყოფება, რა თქმა უნდა, კვირის მეორე ნახევარში თუ კვირის პირველ ნახევარში სამშაბათ, ოთხშაბათს შეათავსებთ კონფლიქტის გარეშე სამსახურეობრივ და ესე ვთქვათ ოჯახურ საჭიროებებს. კვირის მეორე ნახევარში გექნება ჩანსი ძალიან დადებითად და სასიამოვნო ნაყოფიერად, რაც თავია დრო გაატაროთ ბავშვებთან ერთად, მეორე ნახევართან ერთად, ამიტომ მაქსიმუმად გამოიყენეთ. ანუ საკმაოდ ესეთი დადებითი კვირა არის ვერძის ნიშნის და ადამიანის დაბადებული ადამიანებს ერთადერთი გირჩევდით ასევე მოусმინეთ რჩევებს განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, ვისაც ზუსტად იცით რომ გულწრფელად უყვარხართ და იმ შემთხვევაში თუ კი გაკრიტიკებთ კიდეც ესეთი ადამიანი, იცოდეთ რომ ეს მიმდინარე კვირის მანძილზე თქვენს წისქვილზე ასხამს წყალს. კუროს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხება და გაუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი უნდა მოვნიშნო. თქვენ ცხოვრებაში ახლოვდება პერიოდი, განსაკუთრებით ეს იქნება მეორე მომდევნო კვირა, განსაკუთრებით, თუმცა ამ ეტაპზე მზადდება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც საბოლოო ფინალიზაციისკენ წაიყვანს ყველა იმ საკითხს, რომელიც უკავშირდება ფინანსურ ვალდებულებებს და ზოგადად ფინანსურ გაურკვევლობებს, ან საერთოდაც ფინანსურ შეთანხმებებს, ასევე ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც კუროს ნიშნით არის დაბადებული, მიმდინარე კვირის მანძილზე მიიღებს შანსს იმისას, რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოს და მართლა რასაც ქვია გათავისუფლდეს ან გაარკვიოს, რაც ეხება მის პირად ურთიერთობას და განსაკუთრებით აი პარტნიორულ ურთიერთობას. თუმცა ასევე ზოგიერთი შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს წარსულის სცენარების კიდევ ერთხელ ამოტივტივება და თქვენ ალბათ მოგიწევთ თვალი გაუსწოროთ, ილაპარაკოთ გულწრფელად, ძალიან კარგი შანსი გაქვთ ასევე თუ კი გინდათ რომ ძველ ურთიერთობაში დაბრუნდეთ, მაგრამ იქ თუ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო, აი მოემზადეთ უკვე მიმდინარე კვირის მანძილზე გაჩნდება თქვენი ცხოვრების პირველი ნიშნები. შეიძლება ადამიანი დაგეკონტაქტოთ წარსულიდან, სხვა შორის ასევე დააკვირდით, რომ ძალიან ბევრი რამის და ვინმეს ამოტივტივება მოხდება კუროებთან წარსულიდან. და ზოგიერთ შემთხვევაში ეს აუცილებლობა არის, რომ საბოლოოდ გაირკვეს და მორჩეს, მათ შორის შეიძლება ფინანსებსაც უკავშირდებოდეს, რაღაც გარკვეულ ვალდებულებებს, შეთანხმებებს, ვიღაცასთან პირდაპირ და გადატანით მნიშვნელობით ვალი დაბრუნდება, აი თქვენი მევალე დაბრუნდება, შეიძლება ეს უბრალოდ ურთიერთობებიც იყოს და აქედან გამომდინარე მოისმინოთ შეიძლება რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებები, რაც ძალიან როგორ ვთქვათ, გულში სიმსუბუქის შეგრძნებას წარმოშობს, ამიტომ ამას კარმული პერიოდი, კარმული ასპექტი ქვია და აუცილებლად დააკვირდით მიმდინარე კვირის მანძილზე აი მოვლენებს, რომელსაც ამ ყველაფრისკენ მიყავხართ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი ასევე რომ არჩევანი იქნება თქვენს და ეს არჩევანი არ იქნება მარტივი, ცოტა შეიძლება გაგიჭირდეთ არჩევანის გაკეთება. თუმცა თუ კი მშვიდად მიუდგებით ამ ყველაფერი ძალიან კარგად გამოგივათ. ძვირფასი ტყუპები. თავში აღნიშნე რომ ტყუპების მმართველი პლანეტა, მიმდინარე კვირის ესე ვთქვათ, მთავარი მოთამაშეა.
მერკური, რომელიც კონფლიქტშია იუპიტერთან და ასევე კიდევ ქირონთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ძვირფას ტყუპებს, მერკურიანელებს, მარტო ტყუპები არ არიან მერკურიანელები, ქალწულებიც მერკურის მართვაში იმყოფებიან, აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების კვირა. თუმცა, რაც მათ, ესე ვთქვათ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. კვირის პირველი ნახევარი, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ყველა იმ საკითხის მოსაგვარებლად და დასარეგულირებლად, რომელიც უკავშირდება ფინანსებს. ოღონდ ეს ფინანსები არ არის კონკრეტული ერთი ადამიანი, ეს რაღაც საბიუჯეტო, ესე ვთქვათ, საერთო ფული, საერთო ქონება, საკითხები მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, უძრავი ქონების ფაქტორი. ჩემი რჩევა იქნება, რომ ცხელგულზე არანაირი გაწყვეტილება არ მიიღოთ, ასევე დააკვირდით სიტუაციებს, არ არის გამორიცხული, რომ ტყუპის ნიშნით დაბადებულებს კვირის პირველ ნაწილში, აი განსაკუთრებით ორშაბათი დღის მეორე ნახევარი, სამშაბათი, ოთხშაბათი, შესაძლოა გქონდეთ დილემა იმ კუთხით, რომ ან არ აქვთ არჩევანი, კონკრეტულად ამ საკითხებში რაც საფინანსო ფაქტორს ეხება, ბიუროკრატიულ ფაქტორს ეხება, ან რაც აქვთ ის არჩევანი არ მოსწონთ, შესაძლებელია და რაღაცა შინაგანი დისკომფორტი შესაძლოა გქონდეთ. არ არის გამორიცხული ასევე რაღაც გაარკვეულ კონფლიქტში შედიოდნენ ისინი ოჯახის წევრებთან, ანუ რაღაც გუნდთან, ოჯახის წევრების გარკვეულ გუნდთან, მაგალითად რამოდენიმე ადამიანი თქვენ და ვერ თანხმდებით რემონტზე, რემონტის საკითხებზე, რაღაც ბიუჯეტზე, რაც რემონტს უკავშირდება მაგალითად ოჯახის საჭიროებებს და ძალიან კარგი იქნებოდა თუ საკითხის ესე ვთქვათ გადადებას და დიალოგს სადღაც დაახლოებით ხუთშაბათი პარასკევის პერიოდისკენ ესე ვთქვათ გადაწევდით, იმიტომ რომ გაცილებით უფრო მეტია შანსები იმისთვის, რომ პარტნიორული ურთიერთობების კუთხით მიაღწიოთ შეთანხმებას. აი ხუთშაბათი პარასკევი გაცილებით უკეთესია იმისთვის, რომ მიაღწიოთ პარტნიორულ ურთიერთობების შეთანხმებას, ასევე ტყუპის ნიშნით დაბადებული ის ადამიანები, ვისაც წყვილი არ ყავს. აქაც ვიტყვი, რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გელოდებათ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაც იყოს შეიძლება თქვენ შემთხვევაში ადამიანებთან, რომლებთანაც წარსულში ჰქონდათ რაღაც გარკვეული გამოცდილება, ურთიერთობები, თუმცა ასევე შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანი შეთანხმებებიც და რაღაც გარკვეული ახალი, ესე ვთქვათ, ჰორიზონტები შეიძლება თქვენ შემთხვევაში გაჩნდეს, მით უმეტეს თუ თქვენი საქმიანობა უკავშირდება უცხოეთს, საზღვარგარეთ, ესე ვთქვათ, პროექტებს, ანუ ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ძალიან პერსპექტიული იქნება. მთავარი არის უბრალოდ რომ ცოტა მოთმინებით მოეკიდოთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ჭკუა დაგარიგონ, იმიტომ რომ მდინარე კვირის მანძილზე ტყუპს ექნება ეს მომენტი, რომ ვიღაცები ცდილობენ მიუთითონ ჭკუა დაარიგონ და თავი მასზე ჭკვიანად წარმოაჩინონ და ტყუპი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ზოდიაქოს ნიშანია და ძალიან არ უყვართ მოკლედ, როდესაც მას ეკამათებიან და კამათში ვერავინ ვერ მოუგებს პლუს ამას. ძვირფას კიჩხიბებს რაც შეეხება. კვირა იწყება პირადი და პარტნიორული ურთიერთობების კუთხით. გარკვეული, ესე ვთქვათ, პოლემიკაც იყოს შეიძლება, მინდა გითხრათ, ყველანაირ პარტნიორობას ეხება, მათ შორის ეს არ არის მხოლოდ ოჯახური და სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობა, განსაკუთრებით ორშაბათი დღის მეორე ნახევარი, სამშაბათი, ოთხშაბათის ჩათვლით, ძალიან მნიშვნელოვანი არის, თუ კი საქმიან შეთანხმებებზე ვსაუბრობთ, მიუდგეთ საკითხს დიდის პოზიციით. ან ბავშვის პოზიციით არ მიუდგეთ, თუ კი რაღაც საქმიან, ესე ვთქვათ, დიალოგში მაგალითად რაღაც გეწყინათ და უშუალოდ ან ძალიან პიროვნულად მიიღეთ, ბავშვური პოზიციით ნუ მიუდგებით, მიუდგეთ დიდის პოზიციით და ნებისმიერ საქმიან ურთიერთობაში ყველა რაუნდს მოიგებთ, თუ კი ემოციებს მიხვდებით, რა ემოცია სადაც ხელს გიშლით, უბრალოდ გვერდზე გადადებთ, დაალაგებთ პრიორიტეტებს და იხელმძღვანელებთ მხოლოდ პრიორიტეტებით. ანუ ცივი გონებით, იმიტომ რომ კვირის პირველ ნაწილში კიჩხიბები ძალიან ემოციურად მოწყვლადები არიან, მით უმეტეს იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, ვინც არის მათზე მდგომი, ასევე ასაკით უფროსი, სხვა შორის ზოგიერთ კიჩხიბს შეიძლება რაღაცა ძალიან ისეთი ემოციური სიტუაციები ქონდეს ასაკით უფროს ადამიანებთან კომუნიკაციაში. აქაც გირჩევთ ბავშვის პოზიციიდან გამოდით, შეხედეთ დიდის პოზიციით და მხოლოდ ამ პრინციპით, ესე ვთქვათ, გადაჭრით საკითხს, რა არის თქვენი პრიორიტეტი და არა სად, ესე ვთქვათ, რაღაც ძალიან ემოციურად ვეკითხებით თუნდაც საკითხს. კვირის მეორე ნაწილი ძალიან კარგი არის იმისთვის, რომ მნიშვნელოვან კარგ შეთანხმებას მიაღწიოთ და რაღაც ახალი შეიძლება დაიწყოთ მეგობრებთან ერთად, რაღაც გარკვეული პერსპექტივები შეიძლება გაჩნდეს. ასევე ძალიან აქტუალური შეიძლება იყოს ფინანსური საკითხები, ოღონდ
რაღაცა მოულოდნელი ბონუსი ან სიურპრიზი შეიძლება ელოდეს კითხებს მიმდინარე კვირის მეორე ნახევარში განსაკუთრებით, რაღაც მოულოდნელი, ესე ვთქვათ, ხარჯის ფაქტორი ექნება, თუმცა ეს ხარჯი შეიძლება იყოს რაღაცა კარგი კაპიტალდაბანდება, მაგალითად არაპირებდით სიტყვაზე რაღაც ყიდოს, მაგრამ ძალიან საფიანად შეიძლება მაგალითად რამე იყიდოთ, რაღაცაში დააბანდოთ შეიძლება, ასევე შეიძლება თქვენს ცხოვრებაში იყოს რაღაცა მოულოდნელი ფინანსური ბონუსი. შეიძლება არ იყოს ძალიან დიდი, თუმცა შეიძლება იყოს ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი თქვენთვის. ძვირფასი ლომები. ლომის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, რაც შეეხებათ, მათთვის კვირის პირველი ნაწილი, განსაკუთრებით ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათის შუა პერიოდამდე, ძალიან კარგი იქნება, თუკი მაქსიმალურად დააკვირდებით თქვენს გუნება განწყობას და აქედან გამომდინარე თქვენს ჯანმრთელობას. და ჩემი რჩევა არის, რომ თუ მაგალითად ემოციურად რაღაც გარკვეული საკითხები გსტრესავთ და ეს საკითხები შეიძლება იყოს მოვალეობები, სადაც უბრალოდ ხათრიანი ხართ და რაღაცაზე უარს ვერ ამბობთ, რაღაც კონკრეტული, ესე ვთქვათ, შთხოვნის ან ვალდებულების შესრულებაზე, ძალიან კარგი იქნება კვირის პირველ ნაწილში, თუკი უფრო მეტად დაზოგავთ ენერგიას და შესაბამისად პირდაპირ იქნებით იმ შემთხვევაში, თუკი თქვენგან რაღაც ვალდებულების შესრულებას ითხოვენ. ასევე არ არის გამორიცხული, რომ კვირის პირველ ნაწილში ძალიან ბევრი დრო და ენერგია წაიღოს წვრილმანმა, ესე ვთქვათ, საქმეებმა, რომელიც თითქოს ერთიანობაში არც არაფერია, მაგრამ აი ძალიან ესე წვრილმან ბიუროკრატია. აქედან გამომდინარე ორი ვარიანტი გაქვთ, ან რაღაცნაირად აი ეს რუტინა ისე დაგეგმოთ, რომ ყველა წუთი და წამი თქვენთვის იყოს სასიამოვნო და ძალიან კარგი იქნება, თუ დაგეგმავთ რაღაცნაირად ახლებურად დაგეგმავთ ამ რუტინას, მაგალითად, ან მეორე ვარიანტია, რომ გადადოთ ეს ყველაფერი დაახლოებით 4 შაბათიდან, იმიტომ რომ 4 შაბათიდან мотивация მოგემატებათ, ენთუზიაზმი მოგემატებათ. შეიძლება გააქტიურდეს. დიდი ალბათობით და პლუს ამას 4 შაბათიდან მოყოლებული ასევე თქვენთვის ძალიან კარგი პერიოდია გარკვეული შეთანხმებების მისაღწევად. პირადი პარტნიორული და ნებისმიერ ეს ვთქვათ პარტნიორული ურთიერთობების კუთხით, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, თუკი აი ესე გაანაწილებთ მიმდინარე კვირას თქვენს ცეცხლოვან ენერგიას და კვირის ბოლოს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო საუბარი შეიძლება გელოდოთ შვილდოსნის ან თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან, რამაც შეიძლება რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანზე აგიხილოთ თვალი, ან შესაძლოა უბრალოდ შინაგანად საკუთარი თავის და ესე ვთქვათ ფასი და ღირსება, ესე ვთქვათ მოგემატოთ, ან რჩევა კითხონ შეიძლება, ან რაღაცა მადლობა შეიძლება გადაგიხადოთ იმისთვის, რომ წარსულში რაღაც დახმარება გაუწიეთ ლომი ძალიან რეაგირებს კომპლიმენტებზე, მინდა გითხრათ, ამიტომ კვირა შეიძლება დასრულდეს დამსახურებული კომპლიმენტებით, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა ლომის ნიშნით დაბადებული. ვისთვის არ არის, მაგრამ ლომი განსაკუთრებით მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ლომი ყველაზე მეტად ვერ იტანს უმადურ ადამიანებს და მადლიერება მისთვის ეს თავარი საწავია, მოკლედ, როდესაც რაღაცას აკეთებს და თან არ შეუძლია რომ არ უპატრონოს გარშემო მყოფებს. შესაბამისად, დამსახურებული, ეს ვთქვათ, მადლიერების მომენტი გინდა წელი რომ გაგიშიშ და ხო გიპატრონე აქ ეთერში რომ გაქცევდი ყურადღებას აღარ გტკივა უკვე წამომაყენებს კამიდან სხვათა შორის აქვე პატარა ჩართვას გავაკეთებ ლომები ცოტა ეგოისტი ადამიანები არიან მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდება თუ ვერ შეგამჩნიეს. ხანდახან ხდება ხოლმე რომ შეიძლება ვერ შეგამჩნიოს და შეამჩნევინო თავი. რა ძალიან რთულია რომ ხატია ვერ შეამჩნია და მისი ასე ვთქვათ მადლიერება. ბოლო იმდენ ფოტოს გადაგაღებინებს რომ შეამჩნიოს. ლომი რომ ვერ შეამჩნიო ეს გამორიცხულია. მაგრამ შენ რომ ვერ შეგამჩნიოს ეს ძალიანად შესაძლებელია, ამიტომ ცოტა ხმამაღალი უნდა იყოს და გინახოს საჩოს შეუმჩნევლობა წარმოუდგენელია. აქ კი არა ეთერში, იქ იმდენ ხალხში რუსთაველზეც კი დარწმუნებული ვარ გამორჩეულია. საჩოშორის ლომი და მერწყული ერთი მედლის ორი მხარე არის. ასე გვერდშია ჩვენმა პროდიუსერმა ჩვენი ვექტორული მხარე. თუმცა ლომი პირდაპირ ითხოვს თაყვანისცემას. აი სივიზე ვლაპარაკობდი და ეგრევე ჩავწერე სივიში. მერწყული საყოველთაო ყურადღებიანობით და მეგობრულობით ამ ესე ვთქვათ ყურადღების ცენტრში ყოფნას მოიპოვებს ლომი პირდაპირ ითხოვს რომ უნდა იყოს ყურადღების ცენტრში განსხვავებული გაქვთ მიდგომა თუმცა ორივე ამბიციური ნიშანია და ორივეს უყვარს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა თავარია მეთოდი რა მეთოდით აკეთებთ ამას ერთ უნდა დავაკვირდე რუსთაველზე როგორ იქცევა
ქალწულებს რაც შეეხებათ, მიმდინარე კვირის მანძილზე, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გიახლოვდებათ ასევე თქვენს, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ რაღაცა მნიშვნელოვანი საკითხები რომელიც აი ცოტა შეიძლება მომაბეზრებელიც არის თქვენთვის, უფრო ქალწულის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს გარკვეული ურთიერთობები, სადაც მას უწევს ვიღაც კონკრეტულ ადამიანებს უკეთოს რევერანსები. და მიმდინარე კვირის მანძილზე შეიძლება ეს ყველაფერი იყოს ძალიან გააქტიურებული. როდესაც აი რაღაც რეგლამენტი გავალდებულებს, რომ ვждилობიანად ეკონტაქტო კონკრეტულ ადამიანებს, მაშინ როდესაც უკვე აღარ გინდა ეს ურთიერთობები, ან რაღაც მსგავსი, უკვე ეს პროცესი უახლოვდება ეს ფინალიზაციას, თქვენ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დააკვირდეთ, რომ მომდევნო კვირას რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი გარდამტეხი ეტაპი იქნება თქვენ ცხოვრებაში, რომელიც არის დაკავშირებული ურთიერთობებთან. რაღაც ურთიერთობები, რომელშიც ან წარსულში იყავით და ამ ურთიერთობებში ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვერაფერი ვერ გაარკვიეთ, მაგალითად თუნდაც და ბევრი კითხვის ნიშანი დაგჭათ. აი მიმდინარე კვირის მანძილზე იქნება პირველი, ესე ვთქვათ, შესაძლებლობა პირველი შანსები იმისთვის, რომ თქვენ ამ ურთიერთობებში აი ეს აბურდული, ესე ვთქვათ, ძაფის ბოლო დაიჭიროთ. ასევე ყველა საკითხები, რომელიც უკავშირდება ისევ და ისევ აბურდულ სიტუაციებს, ფინანსურ და რაღაც საბინაო და ესე ვთქვათ, ეს საკითხებში, მიმდინარე კვირის მანძილზე აი თითქოს ამ ყველაფრის ლოგიკურ პაზლებს პოულობთ, იმიტომ რომ ქალწული საერთოდ ძალიან გონიერი ნიშანია და არის ლოგიკის ადამიანი და ლოგიკას ეძებს მოკეთ ეს თქვა ყველაფერში და აი საკითხები რაშიც აქამდე რაღაც პერიოდის მანძილზე ლოგიკა ვერ დაიჭირეთ ან ის ხალხი ვისაც ეკონტაქტებოდით არალოგიკურად იქცეოდა, ამიტომ რომ შესაძლოა ესეთი ვარიანტიც იყოს. აი მიმდინარე კვირის მანძილზე რაღაცა ლოგიკის ესეთი ელემენტები გამოიკვეთება და საბოლოო ჯამში შეიძლება ყველაფერი გაირკვეს და დასრულდეს. ასევე ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მიმდინარე კვირის მანძილზე შესაძლოა მეტი კომპრომისის ესე ვთქვათ გამოჩენა დაჭირდეთ ყველა შეთანხმებაში და ძალიან გისჩევთ სხვათა შორის რომ მომდევნო კვირამდე განსაკუთრებით 7 რიცხვამდე აუცილებელი არის რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი შეთანხმება სადაც ახლა გინდათ რომ კონსენსუსს მიაღწიოთ არ გადადოთ მიმდინარე კვირის მანძილზე ძალიან კარგი იქნება განსაკუთრებით სამშაბათი, ოთხშაბათი, მით უმეტეს თუ კი თქვენ ამ მხრივ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდებით და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ თუ რაიმე ინფორმაცია გინდათ ან გადასცეთ, გააჟღეროთ ან შეათანხმოთ, გააკეთეთ ეს მიმდინარე კვირის მანძილზე, იმიტომ რომ მომდევნო კვირიდან მოყოლებული ძალიან ბევრი რამე, რაც ინფორმაციას ეხება, თქვენ ახლობელ ადამიანებს გარდა არავის არ უნდა გაუზიაროთ, რომ მომდევნო კვირას უკვე ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რას ვაზიარებთ, როგორ ვაზიარებთ, ვისთან ვაზიარებთ, ამიტომ მიმდინარე კვირის მანძილზე ძალიან კარგია ყველანაირი ტიპის საქმიანი და ასე ვთქვათ, შეთანხმება დაგეგმოთ და გაცილებით უფრო იოლად და მარტივად შეიძლება გამოვიდეს ყველაფერი, იმიტომ რომ მომდევნო კვირიდან თქვენთვისაც ძალიან კაცრი გახდებით კომუნიკაციაში, თუმცა შეთანხმებების კუთხითაც არ იქნება მარტივი რაღაც ესე ვთქვათ შეთანხმების მიღწევა. როდიდან მკაცრდება ქალწული მომდევნო კვირიდან. შემდეგი კვირიდან უმკაცრეს რეჟიმზე გადავდივართ. მომდევნო კვირიდან, კი ბატონო, კაცრდება, გარემოებიდან გამომდინარე შესაძლებელია ძირითად ჩემს. მეგონი ზოგადად ქვეყანას უმკაცრეს რეჟიმზე. ძალიან კაცრდება და ამიტომ მომდევნო კვირის მანძილზე ის იქნება ძალიან ისეთი ბასრი, ენა ბასრი, მოდი ესე ვთქვათ. ამიტომ მიმდინარე კვირის მანძილზე თუ ვინმეს გინდათ ქალწულს მოელაპარაკოთ, შეთანხმებას მიაღწიოთ, თვითონ ქალწულებსაც ურჩევდი რა თქმა უნდა, მიმდინარე კვირის მანძილზე ძალიან კარგი პერიოდია იმისთვის, რომ მიაღწიოთ შეთანხმებას, განსაკუთრებით იურიდიული ფაქტორი, რაღაც ესე ვთქვათ, гаджеტები, მაგალითად ტექნოლოგიები, რაღაც შეთანხმებები ამ კუთხით, ვთქვათ, სიტყვაზე შეძენა თუ გინდათ, მით უმეტეს განახლება თუ გინდათ, ასე ვთქვათ, гаджеტების და რაღაც ტექნიკის, თუნდაც ძალიან კარგი იქნება ამ კვირის მანძილზე, ვიღაც შეიძლება მაგალითად ავტომობილის შეკეთებას აპირებს, შეცვლას აპირებს, თუნდაც სწორი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხება. მიმდინარე კვირის პირველი 2 დღე შესაძლებელია იყოს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები თქვენთვის ოჯახური, ესე ვთქვათ, ოჯახური ურთიერთობის კუთხით. ძირითადად საკითხი ეხება არასწორად განაწილებულ დროს დავალდებულებებს. აქედან გამომდინარე არის გამორიცხული, რომ ყველაფრის მოსწრება გინდოდეთ შეიძლება, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს ვერ ასწრებდეთ და შესაბამისად ძალიან მგნობიარე იყოთ ოჯახის წევრების და საყვარელი ადამიანების კრიტიკაზე. და ჩემი რჩევა არის ორშაბათი დაიწყეთ პირველში პრიორიტეტების განაწილებით, დროის და რესურსის გეგმაზომიერი ასევე განაწილებით და ძალიან კარგი იქნება ასევე თუ კვირას დაიწყებთ სრდილობიანი არას
თქმით, იმიტომ რომ შეიძლება ეს ყოფილი აუცილებლად დაგჭირდეთ და თუ კი თქვენ ამ ყველაფერს არ დააგროვებთ, მაშინ კვირის მეორე ნახევარში ეს რა თქმა უნდა ძალიან ესე ვთქვათ ემოციურ საუბარში შეიძლება გადმოიყვანოს. სამაგიეროდ კვირის მეორე ნახევარი ძალიან კარგია თქვენთვის იმ ხრივ, რომ სასიამოვნოდ გაატაროთ დრო მეგობრებთან ერთად, მათ შორის შეიძლება ეს იყოს დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან კომუნიკაცია, შეიძლება გამოჩნდნენ ეს ადამიანები, შესაძლებელია რაღაც საშუალება მოგეცეთ ისინი ნახოთ, მოიკითხოთ მაგალითად. ასევე ძალიან კარგი იქნება ხუთშაბათი პარასკევი, განსაკუთრებით, ძალიან სასიამოვნო იქნება და ძალიან გაგიადვილებთ ურთიერთობას ბავშვებთან, თუ მათთან რამე გართულებული ეს თქვა სიტუაციები იყო, მათ კონსენსუსი შეგიძლიათ მიაღწიოთ. განსაკუთრებით ისეთ ბავშვებთან იმ მოზარდებთან, ვინც გაჯიუტებულია, მაგალითად და რაღაც ჩიხში ხართ ამ კუთხით და ვერ ახერხებთ მათთან მოლაპარაკებას, კვირის მეორე ნახევარი არის ფანტასტიკური, ძირითადად უფროს, ესე ვთქვათ, მოზარდ და უფროს შვილებთან ურთიერთობების დასალაგებლად, გასარკვევად, ასევე ძალიან კარგი პერიოდი კვირის მეორე ნახევარი იმისთვის, რომ პარტნიორთან, განსაკუთრებით ის სასიყვარულო პარტნიორთან, მეუღლესთან, აი რაღაც მეგობრულად შეთანხმებას მიაღწიოთ და განმოხტოთ სიტუაცია, რომელიც შესაძლოა კვირის პირველ ნაწილში მწიფდებოდა თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში. ამიტომ გამოიყენეთ აუცილებლად ეს შანსი. რაც შეეხებათ ძვირფას მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, მე ვურჩევდი მათ, რომ აუცილებელი არის მიმდინარე კვირის მანძილზე, თუ კი რაიმე გადადებული კომუნიკაცია გქონდათ, განსაკუთრებით აი საქმიანი და აი ესეთი კომუნიკაცია, სადაც საჭირო არის ყველაფერს თავის სახელი დაერქვას, შავ-შავი დაერქვას, თეთრი დაერქვას, აუცილებელი არის ამ ყველაფერზე ისაუბროთ. ძალიან მნიშვნელოვანია აუცილებლად დააკვირდეთ კვირის პირველ ნაწილში განსაკუთრებით აი რაც უკან თითქოს ზურგს უკან მოიტოვეთ, აი ზუსტად ესეთი გართულებული კომუნიკაციები, არის ესეთი კომუნიკაციები, რომელზეც ჩათვალეთ, რომ რა აზრი აქვს ვილაპარაკო, თუ თქვენ ამ კვირის მანძილზე ამ ყველაფერს თვითონ არ წამოწევთ, არ ამოწევთ ზემოთ და ამ თემაზე არ ისაუბრებთ, მაგალითად რაღაც დაგროვილ პრეტენზიებზე, ურთიერთობას ეხებოდა შეიძლება, თუმცა არა მხოლოდ ყველანაირ პარტნიორულ ურთიერთობას, მაშინ უკვე მომდევნო კვირის მანძილზე თქვენამ გადადებული საუბრის გააქტიურება მაინც მოგიწევთ, ოღონდ ეს არ იქნება უკვე თქვენი არჩევანი, ეს იქნება გარემოებიდან გამომდინარე. ამიტომ გულწრფელად ეს ვთქვათ, ჩემი რჩევა არის, რომ მაქსიმალურად ამ მიმდინარე კვირის მანძილზე წამოწიოთ აი ეს რაღაცნაირი თუნდაც უხერხული კომუნიკაცია მაგალითად, რომელიც დიდი ხნის მანძილზე გადადეთ. პლუს ამას დააკვირდით აუცილებლად ურთიერთობებს თქვენზე უმცროს ან ესე ვთქვათ ახლოწრის ადამიანებთან განსაკუთრებით ეს ეხება დებს, ძმებს, ბიძაშვილებს, მამიდაშვილებს, დეიდაშვილებს, აი ანუ ახლოწრის ნათესავებს და თუ თქვენ ბრძანდებით ზემდგომით, თქვენს დაქვემდებარებულებს, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც დიალოგი და დიალოგები, რომელსაც აქამდე ეს ვთქვათ გადადებული ქონდათ, ზუსტად აი ამ კუთხით კრიტიკული ზღვარი ახლოვდება და მომდევნო კვირას რომ არ იყოს მაგალითად რაღაც გარკვეული მოულოდნელი პრეტენზიები თქვენი მისამართით და არ გაგიკვირდეთ რა უნდათ ამ ადამიანებს ძალიან კარგი იქნება თუ კი თქვენ მიმდინარე კვირის მანძილზე აი დააკვირდებით პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ აქ არ იყოს შეიძლება პრეტენზიები, თუმცა თქვენი არაჩვეულებრივი ინტუიციით თქვენ ძალიან კარგად მიხვდებით, სად არის აი ეს მყიფე ზღვარი. და შესაბამისად ძალიან კარგია თუ ამ კვირის მანძილზე ამ ყველაფერს მოაგვარებთ. და ასევე თქვენ შემთხვევაში ვიტყვი ესეთ რამეს, რომ ყველანაირ შეთანხმებებს ჯობია მიმდინარე კვირის მანძილზე ესე ვთქვათ, ჩაუყაროთ საფუძველი, იმიტომ რომ მომდევნო კვირის მანძილზე ძალიან ბევრი ინფორმაციის გაჟღერება არათუ არასასურველი, ცოტა სარისკოც იქნება მორიელისთვის და შეიძლება მისი ენა, მისი მტერი იყოს და ამიტომ კარგია თუ მიმდინარე კვირის მანძილზე გამოიყენებთ შანსებს. შეიძლება მისი ენა, მისი კუდი აღმოჩნდეს. კი ბატონო, მორიელთან ისეთი ნიშანია, რომელსაც ენა უჭრის, მინდა გითხრათ თან ძალიან. ამიტომ კარგი იქნება, იმიტომ რომ მომდევნო კვირაში უკვე მორიელის მართველი პლუტონი დაძაბულ ასპექტში შედის მერკურთან და აი იქნება უკვე რაღაცა საინტერესო, ცოტა თავისებური მომენტები, თუ მორიელი ამ კვირის მანძილზე არ მოაგვარებს რაღაც გართულებულ კომუნიკაციებს. ძვირფას მშვილდოსნებს, რაც შეეხებათ, კვირა დააყენებს ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. პირველ რიგში, პირველი 2 დღე იქნება საკითხები, რომელიც უკავშირდება საფინანსო, ასე ვთქვათ, ფინანსურ საკითხებს. ძალიან ბევრი ამის მოგვარება შეგიძლიათ კვირის პირველი 2 დღის მანძილზე. ძალიან კარგია რაღაც გარკვეული შეთანხმებები, სხვა შორის თქვენ შემთხვევაში ძალიან კარგი იქნებოდა კვირის პირველ 2 დღეს ყველანაირი ტიპის ბიუროკრატიული საკითხები, რაც კი თქვენს, ასე ვთქვათ, დღის წესრიგში არ გადადოთ, არ დაგეზაროთ, შეიძლება დაგეზაროთ, არ არის გამორიცხული, რომ მაგალითად რაღაც სახვალიოდ გადადოთ, არ დაგეზაროთ, არ
გადადოთ, ესე ვთქვათ, მიმდინარე კვირის პირველი 2 დღის მანძილზე, რომ ეს ყველაფერი მოაგვაროთ. ასევე შეიძლება იყოს რაღაცა გარკვეული მოულოდნელი ვალდებულებებიც, რომელიც ეხება ასაკის უფროს ნათესავებს, სადაც გულწრფელი საუბარი ძალიან ბევრ ამას განაპირობებს, იმიტომ რომ თქვენგან შეიძლება მატერიალურ რესურსს არ ითხოვენ ადამიანურ რესურსს და გაითვალისწინოთ უნდა ეს აუცილებლად. ასევე მშვილდოსნის შემთხვევაშიც მშვილდოსნას აღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც მის კომპეტენციაში დაუკითხავად ერევიან მიმდინარე კვირის მანძილზე. აღიზიანებენ მიმდინარე კვირის მანძილზე ასევე ადამიანები, რომლებიც ამბობენ ერთს, ფიქრობენ მეორეს და საერთოდ აკეთებენ მესამეს და მიმდინარე კვირის მანძილზე შეიძლება გარკვეულწილად ეს ადამიანებთან მოგიწიოთ შეხება, თუმცა ყველაზე მეტად რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება მიმდინარე კვირის მანძილზე, ეს არის პირადი და პარტნიორული ურთიერთობები, იმიტომ რომ შესაძლოა იყოს ეგრეთ წოდებული გაფუჭებული ტელეფონის პრინციპით საუბარი, მაგალითად, ან მესამე პირის ჩართულობა, სადაც კონკრეტულ ადამიანზე არასწორი დასკვნა გამოგაქვთ, ან მას გამოაქვს თქვენზე არასწორი დასკვნა, ამიტომ ჩემი რჩევა არის მიმდინარე კვირის მანძილზე კარგად აკონტროლეთ კომუნიკაცია. ყველა სიტყვა, რას ამბობთ, როგორ ამბობთ, ვიზე რას გეუბნებიან, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამბობ, შეიძლება ინფორმაცია იყოს ერთი და რეალობა იყოს მეორე, ამიტომ მშვილდოსნებს ამ კუთხით ურჩევ რაღაცა გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, ყურადღების გამოჩენას და იგივე ეხება ავტომობილს, გაჯეტებს, ტექნოლოგიებს, დააკვირდით თუ გრძელ გზაზე მიდიხართ მით უმეტეს. რაც შეეხება თხისრქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. თხისრქის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ვურჩევდი, რომ კვირის პირველი ნაწილი დაუთმოთ თვითპოზიციონირებას. ფანტასტიკური 3 დღე გაქვთ კვირის პირველი 2-3 დღე იმისთვის, რომ თუ კი რაღაც გინდათ მოითხოვოთ, იყოთ პრინციპული, საკუთარი პროფესიონალიზმი დაამტკიცოთ, მაგალითად, თუნდაც მოითხოვოთ დაწინაურება, რაღაც სამსახურეობრივად რაღაც გარკვეული თემების გარკვევა, მოწოდების სიმაღლეზე ხართ, ძალიან ერთი მომხიბვლელობის შლეიფი გაქვთ და შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, მოკლედ, ამ კუთხით იყოთ მაქსიმალურად თამამი, საკმაოდ ისეთი კარგი კვირაა, სხვათა შორის. რაც შეეხება კვირის მეორე ნაწილს, ძალიან კარგი იქნება თუ კი დროს გამონახავთ მეგობრებისთვის, იმიტომ რომ თუ თქვენ მეგობრებისთვის დროს და არ გამონახავთ, შესაძლოა ესეთი მოგუდული საყვედურები იყოს თქვენს მიმართ და თქვენ შეიძლება არასწორად გაიგოთ. თუმცა თუ მოინდომებთ, დროის გამონახვა აუცილებლად იქნება შესაძლებელი, იმიტომ რომ კონკრეტული ადამიანები ან საჭიროებენ თქვენგან რჩევას, ან უბრალოდ ადამიანური კომუნიკაცია ესაჭიროებათ. რაც შეეხებათ მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. აქაც ვიტყოდი დაახლოებით აი ლომებზე რაც თქვი პრინციპში კვირის პირველი 2 დღე, სადღაც დაახლოებით 2 შაბათი, 3 შაბათი, 4 შაბათი შუა პერიოდამდე ძალიან კარგი იქნება თუ კი შეგიძლიათ რომ დაზოგოთ ენერგია და დაზოგავთ ამ ენერგიას. მაგალითად შეგიძლიათ გაცილებით უფრო პასიური იყოთ, საქმიანობის კუთხით თუნდაც განაწილოთ დრო და რესურსი ისე რომ ყოველდღიურმა რუტინამ არ გადაგწვათ. ასევე ძალიან კარგი პერიოდია იმისთვის, რომ გათავისუფლდეთ მავნე-ჩვევებისგან, აი თუ კი რა მავნე-ჩვევები გაქვთ მიმდინარე კვირის მანძილზე, მერწყულს შეუძლია აი უთხრას თავის თავს, რომ მე ხვალიდან ვიწყებ რა ვიცი, დიეტას. მაგალითად, ძალიან კარგი პერიოდია სხვათა შორის იმისთვის, რომ აი რაღაცა მომაბრილე, ესე ვთქვათ, ცუდი და რაც შეეხება თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. თევზების ნიშნით სხვათა შორის ძალიან ეფექტური იქნება, მინდა გითხრათ, აი თუ რაღაცას ესეც დავიწყებთ, იმიტომ რომ მე 6 სექტემბერს ეტო დამაწყებინე დიეტა თუ ეხლა არის, დღემდე დიეტაზე. ეს მერწყულების შემთხვევაში და ლომის შემთხვევაში 6 იყო. კარგი ბატონო. სექტემბერი. რაც შეეხებათ თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, ძალიან მნიშვნელოვანი კვირა იქნება იცოდეთ თქვენთვის, იმიტომ რომ თქვენ გიწევთ თითქოს წარსულში დაბრუნება. წარსულში ბრუნდებით, ან ადამიანები ბრუნდებიან წარსულიდან, წარსულის მოვალეობები ბრუნდება თქვენთან და ყველაზე კარგი ვარიანტი, რაც თქვენ შემთხვევაში შეიძლება იყოს, ეს არის ძველი შემოთავაზებები, რომელიც უკავშირდება რაღაც სტატუსს, მაგალითად პროფესიულ ნაწილს, იმიტომ რომ შესაძლოა რაღაც საკითხები, რომელიც რამოდენიმე თვის წინ ვერ გადაწყდა, თქვენ კარიერულ ეს თქვა წინსვლასთან დაკავშირებით, აი ზუსტად ახლა გამოჩნდება ეს შესაძლებლობები, იცოდეთ, ჰორიზონტზე და რაღაც გაცილებით უფრო დიდი ბონუსით შეიძლება მიიღოთ. ასევე ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც თევზების ნიშნით არის დაბადებული, იქნება შანსი დაბრუნდეს თემებთან, რომელიც უკავშირდება იმიგრაციას, რომელიც უკავშირდება გადადებულ სწავლის პროცესს, მაგალითად, და ასევე ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც თევზების ნიშნით არის დაბადებული, მოუწევს დაბრუნება, ან იქნება შანსი დაბრუნდეს საკითხებთან, რომელიც უკავშირდება შორს ცხოვრები ნათესაობის, ან მეორე ხაზის ნათესაობთან ურთიერთობის თუნდაც გამწვავებულ, ესე ვთქვათ, ჭრილში, მოკლედ მოგვარებას და ძალიან მნიშვნელოვანია თუ კი თქვენ
ახლა აიღებთ ამ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ ახლა შეიძლება ყველანაირი ტიპის გართულებული კომუნიკაცია მოაგვაროთ, მით უმეტეს თუ ეს ეხება ასაკით უფროს ადამიანებს, ან ადამიანებს, რომლებიც ფიზიკურად ცხოვრობენ თქვენგან შორს, საზღვარგარეთ მაგალითად, იმიტომ რომ შესაძლოა თქვენ კიდევ ერთხელ მოგიწიოთ აი ამ თემასთან მიბრუნება, რომ საბოლოოდ რაღაც გაირკვეს და შეიძლება ძალიან დადებითად და სათქვენოდ გადაწყდეს ეს ყველაფერი, მე მგონი 12-ვე ნიშანი, ესე ვთქვათ, მოვიცავით. სხვათა შორის აქვე ვიტყვი იმას, ძალიან კარგი კვირა, იშვიათი ასპექტი გვაქვს ცაზე, უმაღლესი პლანეტების და ეს ყოველთვის იწვევს ძალიან მნიშვნელოვან გლობალურ მოვლენებს, რომ ვიცოდეთ სამყაროში ძალიან დადებით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იქნება დაკავშირებული გუნდურ და კოლექტიურ ენერგიებთან. ანუ სადაც არის ადამიანების დიდი გუნდი, დიდი კოლექტივები, ფანტასტიკური პერიოდია იმისთვის, რომ წამოვიწყოთ რაღაცა დიდი მასშტაბური ძელვადიანი გაერთიანებული პროექტები, რომ ეს არის ძალიან იშვიათი ასპექტი ცაზე, უმაღლესი პლანეტების სამი პლანეტის ალიანსი, რომელიც ძალიან იშვიათად არის ხოლმე და მიმდინარე კვირის მანძილზე და ოქტომბრის დასაწყისში იქნება განსაკუთრებით აქტუალური და ყველანაირი, ესე ვთქვათ, ერთობლივი ძალების კონსოლიდაციას უწყობს ხელს და გამოიყენეთ აუცილებლად ეს შანსები. რაკნას ამ სამყარომაც გვიწყობს ხელს ამ გაერთიანებაში, ყველაფერი გვიწყობს ხელს. დიდი მადლობა სოფიო, ესეთი საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი პროგნოზისთვის. ვიცით როგორ ვიქცევით მომდევნო კვირას, ვიცით რომ ორ შაბათს, სამ შაბათს, თხე შაბათს ცოტა ვისვენებს და მე შევუდგებით საქმიანობას. ესე იგი